ღამით უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ გორელ აქტივის ვახო ფიცხელაურს. დაშავებული ამბობს, რომ უცნობი პირები საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ მას თავს, მანქანით გაიტაცეს, ცემეს და ტელეფონი წაართვეს, თუმცა მან მალევე მოახერხა გაქცევა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, დაშავებულს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გაუწია. ამის შემდეგ ვახო ფიცხელაური გამოკითხვაზე გორის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციასთან შეკრებილები იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ პუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. მეტად შემიუბნიდა. აი ლურჯი მანქანის უკან იყო მარშრუტკა გაჩერებული ფურგონი. სახლიდან უნდა გამოსულიყავი და თვითონ მომატყუეს, რომ მანქანას ვერ ძრავდნენ და მიწოლა მთხოვეს რა და როდესაც დავაპირე რომ მეხმარებიყავ, ნიღბები ჩამოიცვეს, საფარგული ახადეს და შემაგდეს ამ ფურგონში რა და გამიტაცეს რა. სადღაც დაახლოებით 1 კილომეტრზე მეტი არ იქნება არა. მინდორია, ტრიალი მინდორი გზაში მცემდნენ და პლუს ამას მაგ ადგილზე რომ მივიდნენ, იქ უკვე აი ცემის პროცესი არ გაუჩერებიათ, რაც წამიყვანეს რა. უკავშირებ და რავი, ჯერ პირველ რიგში ისეთი აღნაგობის და ისეთი ჩაცმულობების იყვნენ, აი გვანდნენ ეს რობოკოპები და სპეცნაზელები რო არბენენ ყოველდღე აქციაზე დავდივარ თბილისში რა. ეგრევე ეთყობა ან თვითონ დაკითხვის დროსაც რომ არავინ არაფრის გაუნიშებელი არ არის რა.